მეორე ენერგეტიკული მორევი დაიკავეს მარსელებმა, რომლებიც ყველა ჩვენი შემდგომი პრობლემის და სულიერი დაცემის მიზეზი გახდნენ. მილიონობით წლების წინ მარსზე ძალიან ძლიერი და ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაცია არსებობდა. გაცილებით მაღლა მდგომი, ვიდრე ჩვენი ახლანდელი, მაგრამ მათ არ გააჩნდათ ემოციური სხეული და რეალობას მთლიანად მარცხენა ნახევარსფეროთი, მამაკაცური ასპექტით აღიქვამდნენ. მათ სამყაროში გამუდმებული დამპყრობლური ომები მიმდინარეობდა, რამაც საბოლოოდ პლანეტა მოკლა. მაგრამ მარსის დაღუპვამდე რამდენიმე ხნით ადრე მარსელების ერთმა ჯგუფმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც საშუალებას აძლევდათ მომავალში ჩაეხედათ. დაინახეს რა ელოდებოდა პლანეტას და შენიშნეს ატლანტიდაში ცარიელი საციცოცხლო მორევი. შემდეგ სპეციალურად დააგეს პირამიდების გარკვეული კომპლექსი, რომლის საშუალებითაც შექმნეს ძლიერი ველი დროისა და სივრცის გადასაკვეთად. სხვათა შორის ამ პირამიდების ნაწილი ჯერ კიდევ შეიმჩნევა მარსის ზედაპირზე. ისინი ატლანტიდაზე ჩასახდნენ, ანუ წარსულიდან მოვიდნენ, მათ ამის არანაირი უფლება არ ჰქონდათ. არც უთხოვიათ, უბრალოდ მოვიდნენ და ჩასახდნენ. პირველად გადაწყვიტეს დაეპყროთ მთელი კონტინენტი, მაგრამ რახან დიდ უმცირესობას წარმოადგენდნენ, გადაიფიქრეს. მათ ჰქონდათ გასაოცარი მარცხენა ნახევარსფერული ტექნოლოგია, დაახლოებით რაც ჩვენ გვაქვს ახლა, მაგრამ გაცილებით მაღალი დონის, რომელზედაც ლემურიელებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ. მაგრამ ამავე დროს ლემურიელებს ჰქონდათ სულ სხვა სახის ფსიქოტრონული ტექნიკა, გონების, აზრის ძალაზე მომუშავე, რომლებზედაც მარსიანელებმა ისევე როგორც ჩვენ ახლა არაფერი იცოდნენ. ვერცერთი მხარე ვერ იტანდა ერთმანეთს. ათასწლეულების მანძილზე მცირე რიცხოვანმა მარსელებმა ლემურიელებზე გავლენის მოხდენა მოახერხეს. იმ რასაზე, რომელიც მანამდე ღვთიური გზით ვითარდებოდა, ნელ-ნელა გააცნეს მათ თავიანთი ტექნიკა, მოექცნენ ხელისუფლების სათავეებში. თვითონ ცდილობდნენ გაეგოთ ლემურიული გზა, მაგრამ ემოციური სხეულის არ ქონა ამის საშუალებას არ აძლევდათ და ალბათ სურვილის დიდად არ ჰქონდათ. რაც უფრო მეტ გავლენას ახდენდნენ მარსელები, მით უფრო დაბლა იწევდა ყოფილ ლემურიელთა ცნობიერების დონე. ატლანტიდის არსებობის მანძილზე მხოლოდ 600-მა ატლანტიდელმა მოახერხა მიაღწია ამაღლებას და დამატებოდა პირველ 1000 უკვდავს. ატლანტებმა მოახერხეს შეექმნათ უძლიერესი, მდიდარი და აყვავებული სახელმწიფო. მარსელების გავლენის მიუხედავად მათი ძირითადი მოწყობილობები მაინც ფსიქოტრონული რჩებოდა. ენერგიის წყაროდ კრისტალებს იყენებდნენ, ერთ-ერთ ასეთ უზარმაზარ კრისტალზე, რომელიც დიდ ტერიტორიას ენერგიით ამარაგებდა, პლატონის ხვება, როცა დეტალურად აღწერს ატლანტების ქალაქ პოსეიდონს. ატლანტებს დამწერლობა არ ჰქონდათ, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა. მათ ჯერ კიდევ შემორჩენილი ჰქონდათ ტრანსპერსონალური მეხსიერება, ანუ ის, რაც ცნობილი იყო ერთისთვის, სურვილის მიხედვით ყველასთვის შეეძლო გაეზიარებინა, როგორც ინფორმაცია, ასევე შთაბეჭდილება. ჩვენი